შენ თუ ჩემ ოჯახში შემოხვედი. მე შენ ხო? გიორგი, შენ ჩემ ბაც მოვისმენდი მაგია. არაფერი მე უკვე მეცი. რამე დამიშავები? არაფერი. აი, არ მოგერიდოს. ისა მე უკვე გამომოვედი. მარხმარება დაგდებდა ხურების დასაჭერებლად. აი, ჩემი ბიჭებით. ვიცი ყველა ვიყავით სიტყვით გამოვედი. შენ ამის მერე ჩამოდიხარ და ჩემი მონაზონი ბრალს. ეპისკოპოსის ოთახში ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო მოქმედებაში მას შემდეგ მოიყვანეს, რაც გიორგი ჯამდელიანმა მონაზონი და გუბერნატორის მოადგილე ერთმანეთს დააპირისპირა. შეხვედრას, რომლის ამსახველი კადრებით შაბათის ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა, საერო და სასულიერო პირები ესწრებიან. კადრში ჩანს გიორგი შინჯიკაშვილი, ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი და მონაზონი თეკლა კუბლაშვილი. ყოფილ ვიცე-გუბერნატორთან ერთად შეხვედრაზე მივიდა იღუმენი ანდრია ორმოცაძეც. ამ ჩანაწერში გიორგი შინჯიკაშვილს ეპისკოპოსი პასუხს თხოვს იმის გამო, რომ მან შეურაცხო მონასტერი, მონაზონი და დაგეგმა ეპისკოპოსის მკვლელობა. ვიცე-გუბერნატორი თავის მართლების მიზნით პერიოდულად პირჯვარს იწერს. ეხლა თავარი კითხვა. შენ ორი კავშირი გაიყავი პარა ჩემ მონაზონი. ეპისკოპოსის ლიკვიდაციის საქმის მონაწილე მონაზონი თეკლა კუბლაშვილია. ჩანაწერის მიხედვით მკვლელობის მცდელობის გარდა იკვეთება სხვა დანაშაულის ნიშნებიც, თუმცა შინაარსი სენსიტიურია, შეიცავს პირადი ცხოვრების დეტალებს, ამიტომ შაბათის ფორმულა ჩანაწერიდან ამ ეპიზოდს არასაჯაროებს. საეპისკოპოსო რეზიდენციაში გადაღებულ ამ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ შინჯიკაშვილი ძალიან ღელავს. ძირითადად თავის მართლების რეჟიმშია. ის პერიოდულად სახეზე ხელს იფარებს. თავდახრილი უსმენს მონაზონის ჩვენებას, აწყვეტინებს და ცდილობს ეპისკოპოსის საუბარშიც ჩაერიოს. პერიოდულად წყალს ვამს და ამბობს, რომ ცუდად არის. მარტო მინა შემაჩვენო რა მე. შენ ამხელა ურთიერთობა ჩემთან ხო მქონდა, რომ მე უკვე რაღაცა ხდება კაცო, შენ მონაზონს რაღაც ცოტა ჭკუა გარეული. ხო, წესიერი კაცი ალბათ ესე მოიქცეოდა. მაგნატოში მე შეიძლება დეთანხმებო შეცდომა გაუშვი. ჩანაწერის მიხედვით მაგიდაზე ცეცხლსასროლი იარაღი დევს. შაბათის ფორმულას ინფორმაციით ეს იარაღი ეპისკოპოს შინჯიკაშვილმა 1 წლის წინ აჩუქა. ეპისკოპოსი გიორგი კატეგორიულია და მკაცრად ესაუბრება შინჯიკაშვილსაც და მონაზონ თეკლასაც. ორივესგან სიმართლის თქმას მოითხოვს. დედო, ხვის თვი, არა, ერთსუთი იცოდი. მამის საფლავს ვიცავარ, მე არ მაინტერესებს, ას თანამდებობა, დელტაურობას გვერდზე გადავა. მეც არ მაინტერესებს. არ შენ გაცოცხლე ვიცოდი. ვიცი. ცილისამებელი ვიც აღმოჩნდება. და შემოვიდა გიორგი და გადავიდა მოხელებაზე და იყო ჩვენში. მოხელებაზე რას აი თვითონ თქვა განაჩენი. გიორგი შინჯიკაშვილის შეხვედრაზე მეუფეს უმტკიცებს, რომ მონაზონს ერთადერთხელ ქალის ინიციატივით შეხვდა. განსხვავებულ ვერსიას ყვება ამავე ოთახში მყოფი მონაზონი თეკლა. რო შევხვიდა ისეთი რაღაცა მითხრა, იქ მივხვდი, რომ არა ის ყველგან მქონდა საქმე. კავშირი ქონდა ჩემს. ანალიზები მოიხდება. გამოვიდა თავი მოვაჭერი იქ. მე დაწუნებული ვარ, გავწუნდა. მივეცეთ იქამდე, რომ უბრალოდ ვარ და ჯაბაც ჩასმული იყო ჩემი. მიჩანი შეგვიძლია. და ჩემი ერთადერთი გმა ჩავდა ყუბოში მეთუმაგას ვიწყობდი. და როცა წამოხვალე მიქრაილო და არ შევხვდი თუ არ არის პრობლემა. შევხვდეთ თბილისში. თეკლა კუბლაშვილის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ კონსპირაციულ ბინაში შინჯიკაშვილმა მონაზონი დაახლოების მიზნით დაიბარა და გადაიბირა. ამის შემდეგ კი აშანტაჟებდა და ავალებდა ეპისკოპოსის მოწამვლას. მე როგორც ვიცი, ამ ბინაში ერთჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, მე როგორც ჩემი ინფორმაციით, მონაზონი და გიორგი შინჯიკაშვილი და დანარჩენ შემთხვევაში როგორც ვიცი, ტელეფონით იყო საუბარი. ბინაში არ ყოფილ დავლებს და უბრალოდ შეხვდნენ და უბრალოდ ეს დაახლოების მიზნით იყო მე შინჯიკაშვილის ინიციატივით ყო შეხვედრა. კი. მთელი შეხვედრის განმავლობაში გიორგი შინჯიკაშვილი იმეორებს, რომ მონაზონმა და მისმა დაცვამ პირი შეუკრეს და თეკლა კუბლაშვილი ცრუობს. შაბათის ფორმულა მეუფე გიორგი ჯამდელიანი ჩაწერა. ეპისკოპოს, რომელმაც ამბიონიდან შემზარავი ბრალდების შესახებ ინფორმაცია გააჟღერა, ამ მძიმე ბრალდების საქმეზე ყველა კითხვა დავუსვით.
გიორგი შინჯიკაშვილმა გააუპატიურა მონაზონი. მოდი ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ და მოგვიანებით ალბათ საზოგადოება ყველაფერში. ეს ძალიან მეუფე გიორგი კითხვაზე პასუხს თავს არიდებს, ამბობს, რომ ყველაფერი მალე გაირკვევა, თუმცა ჩანაწერის მიხედვით, რომელიც შაბათის ფორმულამ გაჩვენათ, ყველაფერი უკვე გარკვეულია. ვიდეო მტკიცებულებით ვიგებთ, რომ მონაზონმა თეკლამ ტერორს შინჯიკაშვილსა და მისი გარემოცვის მხრიდან 10 თვის განმავლობაში გაუძლო. მონაზონს ჰქონდა სუიციდის მცდელობა ეპარქიაშიც. ფაქტიურად თვითკვლელობის მცდელობაც კი ქონდა. აი იმ ზომამდე მიიყვანეს ამ მოსინდისო ხალხმა. აშანტაჟებდნენ დედაოს. აშანტაჟებდნენ კიდევაც და ბევრ ამასაც აკეთებდნენ, ხა აღარ მინდა ამაზე. ჭრელის საგნით მან სადაც თვითკვლელობა და როგორც განმარტა, თვითდაზიანება მიიყენა, რომ თვითკვლელობა უნდა და ვეღარ გაუძლიო იმ შეცვალებს, რაც მომდიოდა შინჯიკაშვილის მიერ. ზედა კიდურზე ხს მიყენებული რამოდენიმე ჭრილობის კვალი ეთქვა. სკანდალური ვიდეო ჩანაწერის მიხედვით ყოფილი ვიცე-გუბერნატორი მონაზვნისგან მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ინფორმაციას მესიჯების სახით იღებდა. მალევე მონაზონს ჯაბა იოსელიანმა შინჯიკაშვილის დაცვამ შეფის, როგორც ამას ჩანაწერში ვიცე-გუბერნატორს უწოდებენ, გზავნილი გადასცა ეპისკოპოსის ლიკვიდაცია. იყო მეუფემ გაგაბრაზაო და მეუთხარი რა უნდა ასწული მოვიდოდა არ ნებიულები და შეფიო ჭკვიანი კაცი არისო მაგიო მეუფეს ესედაც ვერ იტასო და მოგცემთ საწავლაო ან ჩაუყარიან ხელზე მომსვლე ერთ საათში დაიბრიდება როგორია იტყუება და აი მაშინ მომისმინე აი მე რაში ჭირდება შეიძლება როგორ მე მეგონა სიმართლე მე მეგონა როგორც ჯაბადა ისე იყო გადახაზული ვიღაც ამუშავდა დედაოს გიორგი შინჯიკაშვილს აინტერესებდა ყველაფერი, რაც ეპარქიასა და ეპისკოპოსის გარშემო ხდებოდა. კაცი მონაზვნისგან ითხოვდა, რომ მას გაეგზავნა მესიჯები, როდესაც ეპარქიის მმართველი სტუმრებს მასპინძლობდა. ასევე ვიცე-გუბერნატორის სახელსა და გვარს ვინმე ახსენებდა. მეუფე გიორგი მიკითხა, თუ მონაზონი არაეკლესიურად ცხოვრობდა. შინჯიკაშვილი კი ამას ამჩნევდა, რატომ არ ეუბნებოდა ამის შესახებ ეპარქიის წინამძღვარს, რომელსაც ემეგობრებოდა. ინფორმაციები მიგეთანა ჩემზე. პირველად რო შევხვდი, მაშინ იყო ერთ საუბარი, რომ რაღაცა ისე რა ქვია, მინერალს ამბობს, როგორ ამბობს და ასე შემდეგ და ჩემზე ვინმე რამის რომ ვიცოდიოდა მე ხო და მე არავისთან არ მახსენია რომ ის ანუ უწევდა რაღაც და მე ვხარი ვინმე რამის არ გაიგონო ჩვენ ერთად კომუნიკაცია გარავინ არ დაიწყო. როშანის ამბავიც მე ვხარი, გიორგისო საქმეს ახლა მარნეულის საგამოძიებო სამსახური იძიებს. პირველი ჩვენება, რომელიც საქმეში უყვედებს, 37 წლის მონაზონ თეკლა კუბლაშვილს ეკუთვნის. საათების განმავლობაში დეტექტივ გამომძიებლებს უყვებოდა, რა პირობებში თხოვდა ჯერ ქვემო ქართლის ყოფილი ვიცე-გუბერნატორის, შემდეგ კი მისი უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ჯაბა იოსელიანი ეპარქიიდან ინფორმაციის გატანას, შემდეგ კი ეპისკოპოსის მკვლელობაში დახმარებას. საქმეში მონაზვნის ადგويردიანი ჩვენება დევს. გავალებდა რომ ინფორმაციები მიგეთანა ჩემზე. პირველად რო შევხვდი, მაშინ იყო ერთ საუბარი, რომ რაღაცა ისე რა ქვია, მინერალს ამბობს, როგორ ამბობს და ასე შემდეგ და ისე შეგავალებდა რომ რეზიდენციაში რაც იქნება, როგორც იქნება, მომიტევიო, ანუ ჩემზე ვინმე რამის რომ ვიცოდიოდა მე ვხარი. ხო და მე არავისთან არ მახსენია რომ ანუ აქედან ინფორმაციები გამქონდა რაღაცა შენთან გიორგი შენთან მეგწევდი შენ ნახავდი მესიჯებს ამ რატო მოვიტანეთ რა წაუშავე აღარ მიპასუხია თავსვედე და მივხვდი რომ სოციალში შენ არ როგორ არ გიპასუხე ჩემი მონაზონის შარში თუ იყავი შენ ვერაფერ გამაგებინე მაგრამ მიჭება ეცოდი მითხუება სკანდალური ვიდეო მასალით, რომელიც მარნეულში საეპისკოპოსო რეზიდენციაშია გადაღებული, ირკვევა, რომ შინჯიკაშვილი და იოსელიანი მონაზონს ტელეფონში შეღწევით მტკიცებულებებს უშლიდნენ, თუმცა თეკლა კუბლაშვილმა მთავარი დამადასტურებელი ფაქტების გადამალვა მაინც შეძლო, რის წარდგენასაც გამოძიებისთვის გეგმავს. კუბლაშვილმა გამომძიებლებს მისი და ვიცე-გუბერნატორის კიდევ ერთი შეხვედრის შესახებ უამბო, რომელიც თბილისში შედგა. გამოძიების გარდა ძალადობის შანტაჟის მუქარის და ეპისკოპოსის ლიკვიდაციის ყველა დეტალი ქალმა სინოდალურ კომისიასაც გაუზიარა. სინოდის კომისიაზე თვითონ მონაზონი იქნა დაბარებული. ვიდეო კამერის წინაშე მისცა მან დეტალური ჩვენება სინოდის კომისიას და
ASS კი გაფართოებულ სხდომაზე არ იქნა ნაჩვენებით. შეხვედრაზე, რომლის ამსახველი ჩანაწერის შაბათის ფორმულა მოიპოვა, მეუფე გიორგი მტრობის მიზეზის გარკვევასაც ცდილობს. ნახსენებია 2006 წელს მომხდარი მკვლელობა, რა დროსაც მეუფე გიორგის მეგობარი მალხაზ ჯაფარიძე შინჯიკაშვილის მეგობარმა ძიუდოისტმა დავით მარგოშულმა მოკლა. მაშინ მარგოშულმა სასჯელიც მოიხადა. შემდეგ კი ქვეყანა დატოვა. ჩანაწერის მიხედვით გავლენიანი პირები მეუფე გიორგის სვანური სასამართლოს გვერდისავლით მარგოშვილის საქართველოში ჩამოყვანას და მისთვის უსაფრთხოების გარანტიებს თხოვდნენ, რაზეც ეპისკოპოსისგან უარი მიიღეს. მეუფის მეგობარიო მიწმოკლა შეთის ძმაკაციაიო, ბავშვობის ძმაკაციო და ისავრა თქვენ შექმნაო ასე თქვა რომ ერთი ვიღაცები გიშნიან მოკაცის აკადემიაში სადაც მეთაურს რომ გავანეიტრალებ თუ მე ჩამოვიყან მარგოშვილს ახლა მოაწყია და მithulო ასე მარგოშვილი და მე შუაში მაგისი მოკლა რომ დონოდა ეს ცოცხალი არ იქნებოდა მაგრამ მე ოდელთავარი ვარ და ამოდივარ ქრისტიანული ეთიკიდან. მე რა ვთქვი, რომ ჩემი ძმის საფლავზე მაგას ვერ ვათამაშე და საქართველოში არ დავიმართ. რატო იძახი შენი დაცვის თანამშრომელი რომ ერთი კაციო გვიშლისო მის ჩამოყვანას ხეს? დეტალების გასარკვევად შაბათის ფორმულა პანკიში ჩავიდა. გვითხრეს, რომ მარგოშულმა წლები ევროპაში ოჯახთან ერთად იცხოვრა. თუმცა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ძიუდოში საქართველოში გასულ წელს უპრობლემოდ დაბრუნდა და პანკიში იხსენებენ, რომ თბილისში 2006 წელს სტუდქალაქში მომხდარი მკვლელობის გამო, რა დროსაც ნათლულმა ნათლია მოკლა, მარგოშულმა რამდენიმე წლიანი სასჯელი მოიხადა. ირკვევა, რომ მაშინ სვანებთან ბოდიშის მოსახდელად პანკისელი უხუცესები მთაში ავიდნენ. კონფლიქტი როგორ მოგვარდა მაშინ? ეს უხუცესების ჩარევით ყველაფერი. მათ მოაგვარეს ყველაფერი. უხუცესები წავიდნენ სვანეთში. კი, ხო? აი, იქ ხო დაპირისპირება მოხდა. მან მოხდა დაპირისპირება. ცემეს. კი, ეგეც მოხდა. გაიყურე და ხუბი დაიწოს. გადაუდგნენ ცირკისტებს და მაშინები აუმწვევებიათ. გაპრაზებულმა ესრულა იმას. თორე არ არიან ბოროტიშვილები ის მებით ალბათ ემტერებული რაღაც. სვადება ცოლიციან კისტებიც შურისიება ხოიციან. გაერიდებოდა ყველას. წყარო შინჯიკაშვილის გარემოცვიდან გამორიცხავს, რომ დავით მარგოშვილის საქმე მეუფე გიორგის კონფლიქტთან კავშირში იყოს. ძიუდოისტისა და სვანების შერიგების საქმეში შინჯიკაშვილს მონაწილეობა არ მიუღია. იგივე სამტკიცებს ყოფილი ვიცე-გუბერნატორი შეხვედრაზეც. მიწის ამბავზე მე უშლიო ხელს და მე შეუშლიო მაგას ყველაფერში ხელს. გიორგიმ დაგირეკა. ბოდიში ფერის შეფერდის მე რატო არა? შენ კი ბატონო, ალაფარა. ანუ ჩვენთან მოკლედ ახლა ადასტურებ რომ შემონაზრდა შენ კომუნიკაციები გქონდა, ხო? არ მასი არის. მიწა, რომლის გადაცემის ხელშეშლაზეც შაბათის ფორმულას მიერ მოპოვებულ მასალაშია საუბარი, მარნეულის შესასვლელში მდებარეობს. ეს ოფიციალური წერილი კი დაპირისპირების რეალურ მიზეზად სახელდება. ოფიციალური წერილის მიხედვით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი 1 ლარის სანაცვლოდ მარნეულში 4 მიწის ნაკვეთის გადაცემას თხოვს. წერილში წერია, რომ ამ ტერიტორიაზე მარნეულის საკათედრო ტაძრის მშენებლობა იგეგმება. გუბერნიისა და მუნიციპალიტეტის დონეზე ხდებოდა საქმის ხელოვნურად გაჭიანურება. თორნიკე გოგლიძე ეპარქიის მთავარი სტიქაროსანია. იხსენებს, რომ ეპისკოპოს საკათედრო ტაძრის მშენებლობა მხოლოდ იმიტომ სურდა, რომ რევლი არსებულ ტაძარში ვეღარ ეტევა. სწორედ ტაძრის ასაშენებლად ამ მიწის გადაცემაზე საუბარია საპატრიარქოს ოფიციალურ წერილში, რომელსაც ხელს პატრიარქის მდივანი აწერს. გადმოეცა ეპარქიას საკათედრო მიწისთვის 1 გექტარი მიწა. გეოლოგიური დასკვნა დაიდო, რომ არის საშიშროება დატბორვის ძამის ხეობაში. სამონასტრო ტერიტორიები, ფაქტობრივად ეკლესიის ტერიტორიები ჰქონდა კერძო პიროვნებას დარეგისტრირებული. ეს მიწა, რომელიც საკათედროსთვის და ზოგადად ტაძრისთვის გამოუსადეგარი იყო, მოხდებოდა გადაცვლა 60 გექტარ მიწაში. ფაქტობრივად ისტორიული საქმე გაკეთდა და დღეის მდგომარეობით იმიტომ დგას საკითხი, რომ აშენდეს მოცემულ ტერიტორიაზე, სადაც გაჩვენეთ საკათედრო ტაძარი. გაირკვა, რომ ბატონი შინჯიკაშვილი უშლიდა პირადად ხელს ამ პროცესს, მოხდა აქედან გამომდინარე ამასთან დაკავშირებით უთანხმოება. აღნიშნული შესახებ
შენდობაც კი ითხოვა და შეპირდა ესე რომ ვთქვათ, რომ ამ საკითხზე არანაირი ხელშეშლა აღარ მოხდებოდა. ირკვევა, რომ ეპისკოპოსსა და შინჯიკაშვილს შორის მიწის თაობაზე შეხვედრა რამდენჯერმე შედგა, სადაც მეუფეს შინჯიკაშვილმა პირობა მისცა, რომ მიწის გადაფორმების პროცესში ხელს აღარ შეუშლიდა. შერიგების ნიშნებს შინჯიკაშვილმა ჯამდელიანს იარაღი ნამდვილად აჩუქა. სწორედ ის პისტოლეტი, რომელიც შეხვედრაზე მაგიდაზე იდო და მოგვიანებით ოთახში გაისროლეს. ჩანაწერი ამ ეპიზოდს არ ასახავს, თუმცა მოწმეები გვიდასტურებენ, რომ ეპისკოპოსმა ნამდვილად ისროლა. ალბათონი მოჩა საუბრობს და ჩვენ დავჭერთ მე კაცები რო დავხო. მამა რაც ჩადიგდო გიორგი შინჯიკაშვილმა მარნეულში საკათედრო ტაძრის მშენებლობა შეუშალა ხელი და აღიარა თვითონ ემხილა გიორგი შინჯიკაშვილს ხელშეშლა. ხელს კი არ უშლიდიო გავაჩერეო მე ჩავაყენე საქმის კურსში მე მოვერიდე მაინც კომპლექსს აი მაშინ იყო ეს ეგრეთ წოდებული გაჟღერებული იარაღი რომელიც თვითონ მიფეშკაშა მე და იმ მაგი იარაღით გაისროლეთ ეპარქიაში მოკლედ ახლა ამაზე არ მინდა კომენტარი გასროლილი ტყვია არავის მოხვედრია, თუმცა შაბათის ფორმულას ინფორმაციით ფიზიკურად გაუსწორდნენ შინჯიკაშვილსა და მის თანმხლები იღუმენ ანდრია ორმოცაძეს. ყველაფრის მიზეზი კი სავარაუდოდ ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთია, სადაც ეპისკოპოსი საკათედრო ტაძრის, შინჯიკაშვილი კი სავაჭრო მოლის აშენებას გეგმავდა. ყოფილმა ვიცე-გუბერნატორმა მარნეულის მერის მოადგილეს დაავალა ეპისკოპოსი ცრუ მიზეზით უარით გაესტუმრებინა. მე ჩემი ინფორმაციით მას პირადი ინტერესი გააჩნდა და სითიმოლისნაირი თუ რაღაცა მოკლედ არ ვიცი. ჩვენი თემა რა, ამით ამოიწურა და ამ ყველაფრის მერე აკეთებს ამ საზიზღრობას. მე შეხვედრაზე კონკრეტულად მას რო შევხვდი სალომე, ხო? წარმოიდგინეთ ადამიანს ვეკითხები რომ მე შენთვის ამე დამიშავებია და მიდასტურებს თვითონ მე არაფერიო. აბა მაშინ კაცო რატომ კლავდი? რატო შეეხე ჩემონაზონს? ეპისკოპოსი, რომელმაც მრევლს ამბიონიდან საკუთარი მკვლელობის მცდელობის შესახებ თავად უამბო. შაბათის ფორმულასთან ექსკლუზიურად ამბობს, რომ მეუფეშიომ გამოძიებისა და საეკლესიო მოკვლევის დასრულებამდე მას შინჯიკაშვილთან ზავი შესთავაზა. მე მითხრეს რომ მოდი დაიდოს ზავი, მოდი გავჩერდეთ, პროკურატურამ თავის საქმე გააკეთოს, საეკლესიო სასამართლომ თავის საქმე გააკეთოს და ამ ადამიანმა დარწმუნებით ვიცი რომ უკვე თავს აი დეზინფორმაციას. მე მაგას არასოდეს არ შეურიგდები, სინანული არ გააჩნია. ის არ ნანობს ის იძახის საზოგადოებაში რომ მე ვარ მართალი კაცი, ესე გამოდის რომ მე ვარ ცილის-სამეფე. გასულ კვირას სხდომის დასრულებისთანავე მეუფეშიო მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში რუის-ურბნისის ეპისკოპოსი იობი და მესტიის ეპარქიის მმართველი ილარიონი მიაგზავნა. მღვდელ მთავრებმა მეუფეს ქორეპისკოპოსის სიტყვა გადასცეს. მეუფეშიო მიიღო თუ არა გადაწყვეტილება ქართული ოცნების ზეწოლის შედეგად. არ ვიცი. იცი ბევრჯერ ეცადა მეუფეშიოს დაეყენებინა სასჯელის მომცემ საკითხი, მაგრამ ჩვენ კონსენსუსს ვერ მივაღწიეთ და ესე დავშორდით. ჩემ თვალწინ არ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ჩემ შემდგომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, ჩემი სინოდის მთავრები დარწმუნდებიან, რომ მათი ძმა არის მართალი. შაბათის ფორმულას ინფორმაციით მეუფეშიო მუჯირმა ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო და კათოლიკოს პატრიარქს ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანის მიერ გამოტანილი საეკლესიო განაჩენი სამუდამო uzიარებლობა შეაჩერებინა. კი არ გააუქმა ჩემი განჩინება. არამედ თქვა რომ ხო დროებით შეჩერდეს, მე ვფიქრობ რომ საპატრიარქო შეიძლება მე არ ვეთანხმები, შეიძლება ადამიანური გულდაწყვეტაც მაგა. ვფიქრობ რომ საპატრიარქო მაინც ადეკვატურად ეპისკოპოსის მკვლელობის მომზადების მთავარი ბრალდებული გიორგი შინჯიკაშვილის გარემოცვის წევრები გვეუბნებიან, რომ 6 ივნისს ეპარქიაში ვიცე-გუბერნატორი ჯერ სცემეს, შემდეგ კი ესროლეს. მან ტყუის არიდება შეძლო. ნაცემია მისი თანხლები პირი იღუმენი ანდრია ორმოცაძეც. შაბათის ფორმულას ინფორმაციით შინჯიკაშვილი საპატრიარქოშიც დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობის მცდელობაში დებენ ბრალს, პარალელურად ის საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით ახალ ქონებას იფორმებს და საქმეებს შეფერხების გარეშე აგვარებს. სანდო წყარო გვიყვება, რომ შინჯიკაშვილს სხვის სახელზე აქვს რეგისტრირებული კომპანიები ამერიკაში, აზერბაიჯანსა და ეგვიპტეში. ყოფილი ვიცე-გუბერნატორი ფლობს ათობით უძრავ ქონებას საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში. პარალელურად შინჯიკაშვილის თავზე კიდია უმძიმესი ბრალდება, ეპისკოპოსის მოწამვლით მკვლელობის მომზადება.